1770 წელს ავანტიურისტი ტოტლებენისგან მიტოვებული ერეკლე მეფე მცირერიცხოვანი ჯარით ასპინძასთან დაბანაკდა. ტოტლებენმა როგორც ეტყობა, თავდაპირველად მოიწონა ერეკლე მეფის საომარი გეგმა და ერთიანი ლაშქარი 1770 წლის გაზაფხულზე სურამიდან დაიძრა. ერეკლეს არ უნდოდა დრო დაეკარგა აწყურის ციხის აღებაში, მაგრამ ევროპის სამხედრო სკოლაში გაზრდილმა გენერალმა ტოტლებენმა შეუძლებლად მიიჩნია ასეთი თამამი გეგმის მიღება და აუღებელი ციხის დატოვება თავისი ჯარის ზურგში. ერეკლემ ძალაუნებურად დაუთმო თავის მოკავშირეს და რუს-ქართველთა ლაშქარმა აწყურის ციხეს ალყა შემოარტყა. აწყურის მეციხოვნე ჯარს ახალციხიდან თურქების და ლეკების ჯარი მოეშველა. ეს გარემოება გარემომცველ ჯარს ორ ცეცხლშუა მოხვედრის საფრთხეს უქმნიდა. ამან ტოტლებენი შეაშინა და იმავე დღეს უკან დახევის სამზადის შეუდგა. მეფე ერეკლეს ხვეწნა მუდარამ 3 საათს გასტანა, მაგრამ გენერალი მაინც უარზე იდგა. უბეში ხელი ჩაიყო, იქიდან ქაღალდი ამოიღო და მეფეს უთხრა: აი ამ ქაღალდზე დასწერე და ხელი მოაწერე, რომ შენ საქართველოს რუსეთის სახელმწიფოს აძლევ და მე მხოლოდ მაშინ შემეძლება, რომ შევისმინო თქვენი თხოვნა და გიშველო. უამისოდ კი მე ნება არ მაქვს თქვენი შველისა. ერთ თავადიშვილს მეფისთვისაც კი შეუძახია, მაგ მამაძაღლს რაც ელაპარაკებით, ღვთის შეწევნით ჩვენ თვითონ დავძლებთ ოსმალებს. რუსის ჯარის უკან გამობრუნებამ ერეკლე მეფე სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენა. თურქ-ლეკთა ჯარის სარდლობამ გადაწყვიტა ერეკლესთვის ასპინძასთან გადაეჭრა გზა, მაგრამ ერეკლემ არაცალა, სანამ მათ მთავარი ძალა მოეშველებოდა. ის დაუყოვნებლივ შეტევაზე გადავიდა და მტერი გაფანტა. ასპინძის ხიდს თურქების და ლეკების მთავარი ჯარი მოადგა და მტკვრის მარჯვენა მხარეზე გადმოსვლა დაიწყო. ერეკლემ განგებ უკან დაიხია და მოწინააღმდეგე საცალა იმდენი ჯარი გადმოეყვანა, რამდენიც ვიწრო ხის ბოგირზე შეიძლებოდა დაღამებამდე. მან ღამით ასპინძის ხიდთან პატარა რჩეული რაზმი გაგზავნა. ეს რაზმი ღამის სიბნელეში მოულოდნელად თავს დაესხა ხიდის მცველებს. გაწყვიტა ისინი, ხოლო ხიდის ისრები მტკვარში გადაყარა. გათენებისთანავე ქართველები მტკვრის მარჯვენა ნაპირას გადმოსული მტრის ჯარის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ. მარცხენა ნაპირას დარჩენილი თურქ-ლეკთა ნაწილები იძულებული იყვნენ ამისათვის პასიურად ეყურებინათ. დამარცხებულმა თურქებმა ხიდს მიაშურეს და მაგრამ სადღა იყო ხიდი. მტრის რაზმში პანიკა ატყდა და მისი დიდი ნაწილი ადიდებულ მტკვარშიც ჩაცვებდა. ასპინძის ომში მტერმა თავისი ჯარის ნახევარზე მეტი და მრავალი მეთაური დაკარგა. ასპინძის ბრძოლა ერთი დიდი და გმირული ეპიზოდია ქართველი ერის სამხედრო ისტორიაში, მაგრამ მას ის პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია, რაც მოსალოდნელი იყო. რადგან როგორც შემდგომ გაირკვა, ტოტლებენს საიდუმლო დავალება ჰქონდა ეკატერინესგან, რომ ერეკლე ტახტიდან ჩამოეგდო. მათთვის ყველაზე კარგი გზა მეფის ბრძოლაში დაღუპვა იყო. ერეკლემ იცოდა, რომ ტოტლებენმა და ქართლის თავადებმა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე მოსახლეობის დაფიცება დაიწყეს. ეს პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. როგორც კი ტოტლებენმა ერეკლეს ჯავახეთის გზით თბილისში დაბრუნების შესახებ შეიტყო, შეშინდა და იმერეთში გადავიდა. მიუხედავად გამარჯვებისა, ერეკლე მიხვდა, რომ რუსეთი მას დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების საშუალებას აღარ მისცემდა და ქართლ-კახეთის მეფე ვეღარც ირანთან და ოსმალეთთან შეძლებდა ურთიერთობის მოგვარებას. დაგვიწერეთ კომენტარებში, იყო თუ არა ასპინძის ბრძოლა ერეკლე მეფის ყველაზე დიდი გამარჯვება. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.